იდეა ღირებულების საზომი ერთეულების შექმნის შესახებ ადამიანებს უძველეს დროში გაუჩნდათ და მის განსახორციელებლად ღირებულების საზომი ერთეული შემოიღეს და უწოდეს ფული, რომელსაც ისეთივე დიდი ხნის ისტორია აქვს, როგორც კაცობრიობის ცივილიზაციას. საუკუნეების სვლასთან ერთად ფულადი ერთეულებიც იცვლებოდა. მას ცალკეულ ქვეყანაში თავისი ისტორია აქვს და თითოეული თავისთავად უნიკალურია. მაგრამ ახლა საქართველოს ტერიტორიაზე გადახდის ერთადერთ კანონიერ საშუალებაზე. ლარზე უნდა მოგიყვეთ. აბა საწერია მე მგონი ისა. არაჯიშველია მე. ხო. სხვა არ არის. 10-ზე არის წერეთელი. ამა თუზებიათ ის ჩახედული საკითხი. თამარი 50. ფული ძალიან უყვარს ამას და. არა გავიცი. ფული უყვარს. բոլორი შოთიკო თამარი და ილია და კოტე აკაკი მიყვარს და მიტო ხშირად შეხება. აი კაკუძათა რა ვერა. 200-იანი ჩვენამდე არ მოდის გლეხალ. წერეთელი გია თუმხელა ერთად იგეი და წერეთელი. ესა ბრუნავს ხუნდაფურია გაიგეშე ვერა. მე მაგშიდო. როგორც ყველასთვის კახელი კაცისთვისაც ლარი თავისუფლების, ერთიანობის და ეროვნული იდენტობის სიმბოლოა. განსაკუთრებით უყვართ მსხვილი კუპიურები. უფრო სწორად ივანე ჯავახიშვილი, აკაკი წერეთელი ჭავჭავაძე, თამარ მეფე შოთა რუსთაველი და ქაქუცა ჩოლოყაშვილი. და კარგად ახსოვთ, რაში დაიხარჯა მათი პირველი ლარები. ქონდა რომ არც ქონდა რა უნდა ვიყიდე. წალკაში ვიყავით და ღირდა 40 თეთრი. და ვიყიდებით ბენზინი. აუ რა მაგრა მახსოვს. აი ლურსმანი ვიყიდე სახში პოლი დავაგე. ალბათ საწავს ვიყიდით პირველ რიგში და ნაყინი ვიყიდე ჩემი პირველი ლარით. პირველი ბავშვი ვიყავი, კანფეტი ვიყიდე. ზუსტად ლარი მქონდა. პირველჯერაც რომ ხალხი აზრი არც იყო რა იყო ლარი. და თან ეს მაღაზიაში რომ შეხვიდოდი და ყველაფერი უცებ ლარზე რო წავი და ხალხი იდგა და ანგარიშობდა იმ ფულიდან ამ ფულზე ეს ძვირი გამოდიოდა თუ იაფი გამოდიოდა. აი მე ძალიან მაცინეს. ცოტა ხნით კახელები წარსულის მოგონებებში დავტოვოთ და სულ თავიდან დავიწყოთ და ყვარელში მდებარე ფულის მუზეუმის კარი ერთად შევაღოთ. ვნახოთ რაგზე გაიარა ქართულმა ლარმა ფულის საბეჭდის სტამბებიდან საქართველოს მოქალაქეების საბანკო და სახელფასო ანგარიშებამდე. ქართული ლარი გარდა იდენტობისა ეს არის ერთგვარი პასპორტი ქართული კულტურის ხელოვნების და ქართული ლარი თემატურად იყო წარმოდგენილი. ეს არ იყო მარტო პერსონები, ეს იყო თემატიკა. ქართული ფულის ისტორია ჯერ კიდევ კოლხეთის სამეფოს ტერიტორიაზე იწყება. მაშინ, როდესაც მოიჭრა პირველი თეთრი და გაჩნდა სურვილი, რომ საკუთარი გქონოდა, ჩვენი სიმბოლო. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ პირველად დაისვა საქართველოს ეროვნული ბანკის დაარსების საკითხიც და დაიწყო მუშაობა ახალი ქართული ფულის შექმნაზე, რომელსაც წინ რამდენიმე წლიანი მოსამზადებელი პერიოდი უძღოდა. დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან დაიწყეს ფიქრი ქართული ფულის დიზაინზე. პრეზიდენტ ჯერ გამსახურდიას ინიციატივით შეიქმნა სახელმწიფო სამთავრობო კომისია, რომელიც მუშაობდა დიზაინის შექმნაზე და ეს გახლავთ პირველი ესკიზი, რომელიც მისი იდეით შეიქმნა, აქ წარმოდგენილია ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, აქ არის ეროვნული ბანკის ძველი შენობა, ქართული ხუროთმოძღვრება, რომელიც ასახავდა ქართულ ისტორიას. ქართული ფული მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველია და ფულის განვითარების ეტაპებით საკმაოდ საინტერესოა. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რა მასალისგან მზადდებოდა, რა წონის იყო, რა გამოსახულება და წარწერა იყო ფულის ერთეულზე დატანილი. აქ შეხვდებით თამარ მეფის პერიოდს, ოქროს ხანას, აქ შეხვდებით თამარ მეფის დროინდელ ხელნაწერ კულტურულ მემკვიდრეობას, აქ შეხვდებით აფხაზეთის თემატიკას, აქ შეხვდებით აკაკი წერეთლის ლექსის ორიგინალ ჩანაწერს, რომელიც მან საქართველოს მომავალ დამოუკიდებლობას მიუძღვნა. გაზაფხული ეს ცნობილი ლექსი, გაზაფხული თავისი აყვავილი ტოითა და მერცხლის გამოსახულებით ალეგორია და საქართველოს დამოუკიდებლობა და ზუსტად საქართველოს დამოუკიდებლობას უმღერა. მუშაობის პროცესშივე გამოიკვეთა მომავალი ქართული ფულადი ერთეულის ვიზუალური თემატიკაც, რომლის გარშემოც უნდა შექმნილიყო მხატვრული კონცეფცია. ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ქართული სიმბოლიკა, ქართული მითოლოგიური სახეები, ისტორიული პერსონაჟები, მწერლები, პოეტები და საზოგადო მოღვაწეები და ძველი ქართული ანბანი. ყველა მათგანი
თავისი შინაარსით იმეორებს არსებულ დღეს მიმოქცევაში ყოფილ არის ისტორიას, მაგრამ გამოიყურება ახლებურად, თანამედროვედ. ყველა მათგანს გააჩნია დამახასიათებელი ფერთა გამა. ამოცანა იყო გამოყენებული ყველა ის ისტორიული პერსონაჟი და ფაქტი, რომელიც ასახულიათ არსებულ ლარზე. მაგრამ ამავე დროს გვინდოდა შემოგვეტანა გარკვეული ცვლილებები და თქვენ ნახავთ, რომ არის ახალი ელემენტები. ეროვნული ვალუტის სახელთან დაკავშირებით კი დიდი ხანი მიმდინარეობდა განხილვები. იწერებოდა გაზეთებში სხვადასხვა ვერსიები. მოიაზრებოდა სახელები მარჩილი, ქართი, რვალი და ლარი. ხურდა ფულის სახელწოდებად კი ეგრი, კოლხა, თეთრა, კერმა და თეთრი განიხილებოდა. ქართულ ლარს ორი სახის დამცავი ნიშანი აქვს: ცალკე მოსახლეობისთვის და ცალკე სპეციალური ხელსაწყოებით ამოსაცნობი. სულ 12 სხვადასხვა ნიშანია, რომელიც ფულს გაყალბებისგან იცავს. ლარი არ არის მხოლოდ ფული, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურობაში მოვიხმართ. ეს არის ისტორია, რომელიც 1000 წლეულებს მოითვლის. ლარი გახლავთ იდეა, რომელიც 2600 წლის წინ დაიბადა კოლხეთში და თანამედროვე საქართველოს უზარმაზარი მემკვიდრეობა შემოუნახა. დღეს ლარი 30 წლის არის და მდიდარი ეკონომიკური წარსულის ნათელ დადასტურებად რჩება.